ოლიგარქის ბიზნეს კავშირები რეალურად ძალიან ბევრი კომპანიის და სახელის უკან იმალება, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით მაინც შესაძლებელია გარკვევა თუ ვისთან აქვს ახლა ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად ბიზნეს კავშირები. მოწინავე ამ ნაწილში არის ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე ბიზნესს ფლობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგალითად კახეთში ფლობს ის სასტუმრო ბოდბეს და ეს არის კომპანია, რომელშიც ორ ნაწილად არის წილები გაყოფილი, 70% ეკუთვნის სიღნაღი ჰოლდინგს, რომელიც ქართუს შვილობილი ტურიზმის განვითარების ფონდის ქვეშ არის და ის მართავს სწორედ, ხოლო დანარჩენ წილს ფლობს Real Estate Development-ი, რომელიც შედის უკვე ვანო ჩხარტიშვილის Smart Capital გრუპის პორტფელში, ანუ საბოლოო ბენეფიციარები არიან ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი. ასევე ჩხარტიშვილი და ივანიშვილი ინაწილებენ წილებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ევრაზიან ინვესტის სახელით გვხვდება ეს კომპანია და ევროაზიური მენეჯმენტ ჯგუფი არის ის, ვინც მართავს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. საბოლოო ბენეფიციარები აქაც ჩხარტიშვილი და ივანიშვილი არიან. ასევე ირაკლი რუხაძესთან დგინდება მონაცემებით პირდაპირი კავშირები და ამ შემთხვევაში ქართული ცემენტი არის ის კომპანია, რომელშიც ინაწილებენ წილებს და რამდენიმე კომპანიის შერწყმა გვხვდება აქაც, თუმცა საბოლოო ბენეფიციარი არის რუხაძე და ივანიშვილი. ეს არის მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რომლის გარკვევაც შესაძლებელია რეესტრის მონაცემებით, დამატებით არის ივანიშვილის ბიზნესები, რომლებიც გადაფორმებულია ოჯახის წევრებზე თუ მის ახლო გარემოცვაზე. ექსპერტები ახლა უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს კავშირები დამალული ვერ დარჩება დასავლური სამყაროსთვის და ამერიკისთვის და მეორადი სანქციების წინაშე ახლად განასწორედ ის მინი ოლიგარქები და ბიზნესმენები, ვისაც პირდაპირი ბიზნეს კავშირები გააჩნია ივანიშვილთან, შესაბამისად მეორადი სანქციების მოლოდინში უნდა იყვნენ უკვე ჩხარტიშვილი და რუხაძე, რომლების მიმართაც განსაკუთრებული კონტროლი უკვე დაიწყო. თითქმის ყველა მსხვილი ბიზნეს გარკვეული გადაკვეთა კანონიერი თუ უკანონო და ფარული ივანიშვილთან აქვს, ასევე არსებობენ პირდაპირ ოფიციალური პარტნიორები ივანიშვილის საქართველოში, როგორც არის ვანო ჩხარტიშვილი, რომელთან ერთადაც ის ფლობს და მისი კომპანიები ფლობენ სასტუმროს სიღნაღში და ასევე მართავენ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და ასევე ირაკლი რუხაძე, მისი მთავარი დასაყრდენი და პროპაგანდისტი, იმედის ფლობელი, რომელთან ერთადაც ის ფლობს ქართული ცემენტის მონოპოლისტურ წარმოებას, საიდანაც გერმანული ჰაიდელბერგი გავიდა და ახლა სწორედ რუხაძე და ივანიშვილი მართავენ ამ საწარმოს. ივანიშვილთან მიმართებით მოქმედებს მეორეული სანქციების რისკი და შესაძლებელია, რომ თუ ამერიკის ხაზინა მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილის პერსონალური სიკეთისთვის გადადგმული და გაკეთებული ასე ვთქვათ საქმეა და არა ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მაინც შესაძლებელია მოხდნენ სანქციების ქვეშ. პრაგმატულად მოგებაზე ბიზნესზე, საკუთარ რეპუტაციაზე ორიენტირებულ ბიზნესმენებს, მათ შორის ჩხარტიშვილსაც და რუხაძესაც აღარ შეიძლება სურდეთ ივანიშვილთან ურთიერთობა და ის მათთვისაც კეთროვანად გადაიქცევა ძალიან მალე. ჩხარტიშვილთან ერთად ფლობენ სასტუმრო კომპლექსს, ჰაიდელბერგ ცემენტს ფლობს რუხაძესთან ერთად და ეს კომპანიები არის საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ მათ მოუწევთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ფუნქციონირება, სხვა შემთხვევაში ისინი ძალიან ჩვეულებრივად ამერიკული სანქციები, ანუ მათზეც გავრცელდება. შესაბამისად გავრცელდება ამერიკული სანქციები ბანკზე, რომელ ბანკსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა ქონება რამდენიც არ უნდა გადააფორმოს მის ოჯახის წევრებზე, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში ურთიერთკავშირი დადგინდება და შესაბამისად ეს კომპანიებიც მოექცევიან სანქციების ქვეშ. ძალიან ბევრი ვინც აპირებდა და ქონდა მასთან თანამშრომლობა უარს იტყვის ეს თანამშრომლობაზე. ხოლო დარჩებენ ისეთ ადამიანები, რომლებიც თუ რამე ფორმით თანამშრომლობენ მასთან, გაცილებით უძლიერ პოზიციაში იქნებიან ვიდრე ივანიშვილი. თუ თქვათ რაღაცა აქტივის გაყიდვა შეძლო ვიღაცაზე, ნახევარფასში მოუწევს ამ აქტივის გაყიდვა და ასე შემდეგ. თუ საერთოდ ვინმე მიყიდა, მხოლოდ ისეთ ვიღაცები გარისკამენ, რომელთაც თავის რეპუტაცია არ აინტერესებდა.
სანქციების ეფექტი პირადად ივანიშვილის შემთხვევაში უკვე დადგა. ახლა მიმდინარეობს აბსოლუტური კონტროლი ტრანზაქციების, აქტივების, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა ფორმით და მთელი სქემა აწყობილი ბიზნესებში ბევრი კომპანიით და საბოლოო ბენეფიციარად ჩანს ხოლმე უკვე ივანიშვილი და მისი ბიზნეს პარტნიორები. ეს ბიზნესმენები ახლა გადიან კონტროლს და იმ შემთხვევაში თუ ისინი გააგრძელებენ ნებისმიერ ეკონომიკურ თანამშრომლობას ოლიგარქთან, მათაც მოუწევთ სანქციების ქვეშ ცხოვრების გაგრძელება.